გამარჯობა, მე ვარ სიკო ჯანაშია, განათლების საკითხების მკვლევარი და ჩვენ ვისაუბრებთ განათლების სამინისტროს ბოლო 5 წლის დაახლოებით ინიციატივაზე, რასაც თვითონ უწოდებდა განათლების სამინისტროს თანამშრომლები უწოდებდნენ ახალი სკოლის მოდელს, რაც გულისხმობდა ცნებებზე დაფუძნებული პედაგოგიკის დანერგვას სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და განხორციელებაში, კონსტრუქტივისტული სწავლების გაძლიერებას სკოლებში, ტექნოლოგიების ინტეგრირებას სხვადასხვა საქმის სწავლებაში და სკოლების ავტონომიის ზრდას. ამ მოდელის ფარგლებში ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული კომპლექსური დავალებები, რაც გულისხმობდა მრავალნაბიჯიან პროექტული ტიპის დავალებების შემოტანას სასწავლო პროცესში და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ გიორგი ლომიძესთან ერთად. გიორგი არის ფიზიკის სპეციალისტი, მასწავლებელი, ექსპერტი და კარგი იქნებოდა თუ თავიდან გიორგი გვეტყოდით თქვენ რა კავშირი გაქვთ აი ამ ახალი სკოლის მოდელთან. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მოწვევისთვის. ჩემი კავშირი არის ის, რომ ფიზიკის ექსპერტი ვარ განათლების სამინისტროში და ამ მიმართულებით 3 წელი არის მე მგონი უკვე რაც მუშაობდა. ან ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიდრე ეს ახალი სკოლის მოდელის პროექტი დასრულდებოდა, ასე ვთქვათ, დანერგვის პროცესში ფიზიკის მიმართულებით, მოკლედ ჩვენი გუნდი მუშაობდით მასწავლებლების გარკვეულ ნაწილთან. ვიცით, რომ პირველ ეტაპზე 300 სკოლა ჩაერთო ამ ახალი სკოლის მოდელში, საპილოტე ჩართვის შემდეგ ვამბობ, როდესაც უკვე მასიურად დაიწყო დანერგვა. და მეორე ეტაპზე კიდე 300 სკოლა შემოუერთდა და დაახლოებით ეს იყო ის აქტიური პერიოდი, დანერგვის პერიოდი, რაც საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ. აი ამ დროს ჩვენ მუშაობდით გზამკვლევებზე, მუშაობდით კომპლექსური დავალებების ბანკის შექმნაზე, მუშაობდით სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების, ასე ვთქვათ, ბაზის შექმნაზე, რომ მასწავლებლებისთვის შედარებით ესე იგი ახმადე ყოფილიყო ის იდეები, რაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შიგნით იყო, ასე ვთქვათ, ჩაშენებული. აი დაახლოებით ეს იყო. ეს პროცესი რო ახსენეთ, თქვენთვის როგორი იყო, როცა მუშაობდით სრულად ახალ კონცეფციაზე, თან გიზავდათ ამ კონცეფციის თქვენთან დანერგვა და თან სხვა მასწავლებლების ხარდაჭერა, რომ მათაც უგედესად რას ნიშნავდა, ან რა სირთულეების გადაწყვეტას გულისხმობდა. ხო, მაგ დროს ერთი პირველი სირთულე რაც მახსენდება ხოლმე ეგეთი შეკითხვა, როდესაც დაუსვიათ ჩემთვის, როგორც კი მე დავიწყე მაგალითად ამ საქმიანობა დავიწყე და მუშაობა დავიწყე, დაიწყო პანდემიაც და ყველაფერი ხდებოდა ონლაინ. მოკლედ ეს ცალკე სირთულე იყო ჩვენს, არა მხოლოდ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაშიც, მაგრამ ჩვენთანაც, ხო? ანუ იმ ყველაფერთან ერთად რაც რაღაც გარკვეული სიახლეების სკოლაში დანერგვას ახლდა, დაემატა ისიც, რომ ონლაინ გაკვეთილები და ჩატარებულიყო. მოკლედ, თელის აქტიური პერიოდი, რაც ამ სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მივიღე მონაწილეობა, სულ პანდემია და სულ ონლაინ ხდებოდა ეს ყველაფერი და ჩაკეტილებოდა. მე კი დამთავრდა, ხო. რაც შეეხება ახლა ამ მიმართულებით იმას რაღაცა გარკვეულ ძირითად ასპექტებს ალბათ, ხო, რასაც შეიძლება შევეხოთ. მათ მთავარი აქტიური სამუშაო იყო ჩვენი მხრიდან, ანუ იქ ექსპერტების გუნდი იყო, კოუჩები, ყველა საგანში იყო ეს გარკვეული რაოდენობა კოუჩების, 22-24 კოუჩი, ასე ვთქვათ და ყველას თავისი არეალი ებარა რეგიონების მიხედვით განაწილებული და ის სკოლები, რომლებიც კონკრეტულ ექსპერტებზე, დანერგვის ექსპერტებზე, ეგრეთ წოდებულ კოუჩებზე იყვნენ მიბული, გარკვეული ინტენსივობით და სხვათა შორის საკმაოდ ხშირად, კვირაში 2-3 ხვდებოდნენ ექსპერტს და დეტალურად განიხილავდნენ რაღაც გარკვეულ სამოქმედო გეგმას, შეიძლება ითქვას კვირიდან კვირამდე.
და რას ემსახურებოდა, ანუ გათვლილი იყო და იდეა იყო, რომ მოკლედ იმ ერთი კონკრეტული ციკლის განმავლობაში, სანამ ეს სკოლები თანამშრომლობდნენ ამ კოუჩებთან, საბოლოო ჯამში კურიკულუმი, საგნობრივი კურიკულუმი უნდა აშენებულიყო, რომელიც უნდა შემდგარიყო კომპლექსური დავალებებისგან და იმ ყველა საჭირო, ასე ვთქვათ, საგაკვეთილო აქტივობის გეგმისგან არ გულისხმობს კონკრეტული გაკვეთილების გეგმას, ზოგად ჩარჩოს გულისხმობს უფრო მეტად ალბათ, აი ამ გეგმის შემუშავება უნდა მოხდარიყო აი ამ პერიოდის განმავლობაში, მოკლედ იდეა იგი იყო, ეს იდეა 600 სკოლასთან გაკეთდა იმის გათვალისწინებით ალბათ რამდენადაც იყო მონდომება თითოეული ექსპერტის მხრიდან ან მასწავლებლების მხრიდან ჩართულობა, თუმცა ამ 600 სკოლაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიმართულებით, ვინაიდან უშუალო შეხვედრებს ჰქონდა ადგილი. ხო, სხვათა შორის ბოლო ხანებში ფიზიკური შეხვედრებიც გამოერია მერე ამ ყველაფერს, ცოტა რომ პანდემია მინელდა და ექსპერტები უშუალოდ სკოლებშიც ადგილზე მიდიოდნენ, რომ ეს პროცესი მოკლედ გადასულიყო ფიზიკურ შეხვედრების დონეზე, ასე ვთქვათ რა. მე დაგვერებთ აი მასწავლებელთან მუშაობის დროს, მასწავლებლებს აი ამ ახალ მოდელში რა მოწონდათ ან რა აინტერესებდათ? მოკლედ რა თქმა უნდა იყო რაღაცები რაც არავის არ მოწონდა და იყო რაღაცები რაც მოსაწონც იყო, ხო? ეს ძალიან ისეთი ჩვეულებრივი ამბავი ალბათ. აი ვიდრე მაგ კითხვას პასუხს გავცემ, ალბათ ერთი საინტერესოც უნდა იყოს წესით ან მსმენელისთვის, რას გულისხმობდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა საბუნებისმეტყველო საგნებისთვის და ალბათ ყველა საგნისთვის, მაგრამ მე უფრო მეტად საბუნებისმეტყველო საგნების მაგალითზე შემიძლია ვთქვა ეს. ანუ მან საუბარი იყო საგნის როგორც სასწავლო საგნის და არა როგორც მეცნიერების. ახლა ფიზიკის მეცნიერება როგორ უნდა დავინახოთ, ეს არის ფიზიკოსების საქმე, ვინც მეცნიერებაში მუშაობს, ხო? ან ქიმია როგორც მეცნიერება და ასე შემდეგ. აქ საუბარია ფიზიკა საგანი, როგორც სასწავლო დანიშნულებით, ასე ვთქვათ, რომ მოსწავლეებს ეს ვასწავლოთ, რაღაც კომპეტენციები და უნარები განუვითაროთ, როგორ უნდა დავინახოთ, როგორც პედაგოგებმა ამის კონკრეტულ მოწყობაზე იყო პირველი აქცენტი, რასაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა კონცეპტუალურად გულისხმობს, ესე ვთქვათ რა. და რას გულისხმობს? ან ცნებების პედაგოგიკის შემოტანა აკეთებს ამას, რომ ესე იგი იდეა იყო, რომ და ეს იდეა დღემდე ეგრეა, ხო? მაგას გულისხმობს ეს ცნებების პედაგოგიკა, რომ საგანში ყველა საგანმა კონკრეტული თავარი ცნებები ამ საგნის, ესე ვთქვათ, რაც სასწავლო მიზნებად უნდა გახდეს შემდეგ ამ საგნის, ეს თავარი ცნებები უნდა გამოკვეთოს, რასაც სამიზნე ცნებები ეწოდა და საგნობრივი სამიზნე ცნებები ეწოდა, ასე ვთქვათ. ნუ არსებობს ზესაგნობრივი ცნებებიც, ხო, რომელიც ერთდროულად შეიძლება ყველა საგნის ვალდებულება იყოს იმ კონკრეტული ცნებისკენ სვლა. ახლა ფიზიკის მაგალითზე ეგ ცნება იყო 4, შეიძლება ჩამოვთვალო კიდეც, ხო, მატერია, ენერგია, ძალა და ფიზიკური პროცესი. და ეს რას ნიშნავდა, რომ მოკლედ თუ რამეს ვასწავლი ფიზიკაში, ვასწავლი ან იმისთვის, რომ რაღაცა მატერიის სახეების ფიზიკური თვისებები და ახლა ძალიან ისეთი სპეციფიკური ტერმინებით არ მინდა დავტვირთო ეს შეხვედრა. ხო, ესენი გავააზრებინო მოსწავლეს, ან სხვადასხვა სახის ენერგიები და მათი ურთიერთგარდაქმნები, ან რაღაცა ფიზიკური პროცესები. მოკლედ, ნებისმიერი რამე, ნებისმიერი გაკვეთილი, ნებისმიერი დავალება, ნებისმიერი თემა, რომელიც სახელმძღვანელოს შეხვდება თუ მასწავლებელი შემოგთავაზებს საგაკვეთილო პროცესში, რაღაცნაირად აუცილებლად უკავშირდება ამ 4-დან ერთ-ერთს მაინც. ეს 4 ძირითადი მთავარი საკვანძო ცნებებია, რომელიც კი არ ზეპირდება და კი არ უნდა დავაზეპირებინოთ მოსწავლეებს, ასე ვთქვათ. არამედ ამ ყველაფრისკენ რაღაცა მისასვლელი გზები უნდა მოიძებნოს თითოეულ თემაში თუ თითოეულ საკითხში, რაც კურიკულუმის შემადგენელი ნაწილია. ხო, ეს არის იდეა, რასაც სთავაზობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ყველას პედაგოგებს, ასე ვთქვათ, ხო?
ესე იგი, პირველი გამოწვევა და შესაბამისად პირველი სიახლე ზუსტად ეს არის, რომ ესე იგი, მე როგორ ხედავ ჩემს საგანს, როგორც მასწავლებელი, როდესაც ვცდილობ, რომ ეს საგანი ვასწავლო. ანუ დღეს რომ მე რაღაც კონკრეტულ რაღაც X საკითხს გავდივარ, სახელმწიფო გადავშალეთ და რაღაც კონკრეტულ პარაგრაფზე მივედით და ნუ პარაგრაფს თავისი ტექსტი აქვს, გასაზრებელი ეს ტექსტი დავალება მოსდევს თქვა და ასე შემდეგ თუ კომპლექსურ დავალებას ვაკეთებინებ თუ ასე შემდეგ. რა დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს? ანუ იმ გრძელვადიან დიდ მიზანში, რასაც კონკრეტული საგნის შესწავლა ქვია, ეს არის ერთი უბრალო საკითხი, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოს მოსწავლემ და ამით მორჩება ყველაფერი თუ რაღაცა კონკრეტული პაზლის ერთი ნაჭერი უნდა დაიდოს იმ გრძელვადიან მიზნისკენ სვლაში ასე თქვა ხო და ანუ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აწესრიგებდა კომპლექსური დავალებების საშუალებით ეს მიზანი ეს იყო რომ მოეწესრიგებდა ეს სიტუაცია სწორედ რომ ყველა თემის სახელმწიფოანელოში არსებული თუ ზოგადად კურიკულუმში არსებული ყველა სასწავლო თემის ყველა რაღაცა საკითხს ქონოდა ის ერთი კონკრეტული თავისი დანიშნულება სამიზნეებისკენ მისასვლელ გზაზე ესე ვთქვათ ანუ საგნობრივი მიზნის მიღწევისკენ ხო ეს ხო პირველი კონცეპტუალური ცვლილება წინათაობის ეროვნული სასწავლო გეგმებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ იქ არისო ეგეთი გრძელვადიანი მიზნები, უпростоრად საფეხურეობრივი მიზნები არისო, ან აქ გახდა საფეხურეობრივიც მათ შორის, ანუ მე-7 მე-9 კლასი თქვა საბაზო საფეხურის ბოლოს რაღაცა კონკრეტული შედეგი უნდა დამდგარიყო, ანუ სასწავლო შედეგები არისო ესე თქვა, ხო, ცვლილება ეს იყო. ეს ცვლილება ცხადია მასწავლებლების აზრითაც რომ ცვლილება გამხდარიყო, ანუ გულისხმობ რომ გაესისხლ ხორცებინათ ეს ყველაფერი, ანუ რაღაცა რაც არ უნდა მოგვიწონოს, შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ვერ ვაქციოთ იმათ, ხო, ყოველდღიურობაში ჩვენს ქმედებებში ვერ აისახოს. ხო, ამას რაღაც გარკვეული ძალისხმევა ჭირდება, რა თქმა უნდა, მინიმუმ ის რომ კარგად გავთავისოთ ეს ყველაფერი, რასაც ეროვნულ სასწავლო გეგმა გვთავაზობდა და ამ ყველაფერთან ერთად თან უშუალოდ მივყვეთ კიდეც მაგ გზას, ანუ თუნდაც კომპლექსური დავალებების სწორად შექმნა, რომელიც გაჭირდა სხვათა შორის და მე დაიგეგმა რომ გაკეთებულიყო დიდი ბანკი, საიდანაც მასწავლებლებს რაღაც ამორჩევის საშუალება ექნებოდათ ამ კომპლექსური დავალებების და კურიკულუმის შექმნის შესაძლებლობაც მე სხვადასხვა კომპლექსური დავალებების საშუალებით, ხო? აი ეს იყო ძირითადი, ესე ვთქვათ, მიზანი. ხო, ახლა რა მოწონდათ და რა არ მოწონდათ, მაგ კითხვას რომ დაუბრუნდეთ. ჩემი გადმოსახედიდან ჩვენ ცვლილებები ზოგადად არ მოგწონს ხოლმე ეგეთ საზოგადოება. არა მოეწონათ. ხო, ეგეთ საზოგადოება. მე მაგალითად ამას ალბათ ყველა დაადასტურებს, ვინც მაგ შეხვედრებზე მონაწილეობდა ხოლმე მასწავლებლები. ესე იგი, დავალებების, კონკრეტული დავალებების მრავალფეროვნება, სხვათა შორის ფიზიკის მასწავლებლები აღნიშნავდნენ ხოლმე ყოველ სამ შეხვედრებზე, რასაც ვთავაზობდით და ძირითადად ეს კომპლექსური დავალებები მაინც იყო დაფუძნებული რაღაცა კონკრეტულ პრაქტიკულ ისეთ საყოფაცხოვრებო მოვლენაზე, ფიზიკაში ასეთი მოვლენების ამორჩევა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა და სადაც გაიხედა ყველგან ფიზიკა, ასე ვთქვათ. ხო, ანუ ყოველთვის თავაზობდით ხოლმე ისეთ კონკრეტულ დავალებებს, რომელიც ძალიან ისეთი იყო, რა ქვია, ხელშესახები მოვლენაზე დაფუძნებული და მე ამ ყველაფერზე მასწავლებლებს რაღაც გარკვეული აქტივობები და განახორციელებინა და ამას ვაწვდით. დღესაც არსებობს ის ბანკი და ამის გარდა კიდე სხვა უამრავი ისეთი ძალიან კარგი აქტივობა გქონდა იმ ჯგუფში. და ეს ყველაფერი მოწონდათ, ანუ რასაც თავაზობდით, დავალებები, მისი მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, მოწონდათ. ყოველთვის იყო პრობლემა და ყოველთვის იყო, ესე ვთქვათ, კრიტიკის ობიექტი, მაგალითად, როდესაც მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს განახორციელებენ, მე მათი პრეზენტაცია უნდა მომხდარიყო და ამ პრეზენტაციებისთვის დიდი დრო მიდის, ვთქვათ, 30
15 მოსწავლე თუ 35 გადაჭარბებული ალბათ, მაგრამ ზოგ კლასში 30-მდე ბავშვი ზის, ხო? არის ეგეთი სკოლებიც და ქალაქში განსაკუთრებით ახლა რაიონის სკოლებში პირიქით 3 და 4 ბავშვი სადაც იყო, სხვათა შორის ის მასწავლებლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ძალიან პრობლემა არ იყო არაფერი. ხო, არც რა, ეს ძალიან მარტივად მიდიოდა საქმე და სადაც ეს დიდი რაოდენობა იყო თქვათ პრობლემაა პრეზენტაცია. პრეზენტაცია უფრო გასიტყვებას გულისხმობდა, თორე შეიძლებოდა კომპლექსური დავალების თქვათ ისე ნაშრომად ჩაბარებაც და შებოწმებაც მაგალითად რაღაც. მან ერთი რაღაცა იყო, რომ ძალიან ბევრი რაღაცა რასაც ზოგადად როგორც დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე რო შეხვიდეთ და მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმა წავიკითხოთ, რასაც არ გვავალდებულებდა, მაინდა-მაინც არ გვავალდებულებდა, რომ კომპლექსური დავალებები ზუსტად იგივე დიზაინის ყოფილიყო, ან იგივე ფორმატის ყოფილიყო, რასაც მე სამინისტროს თავაზობდა მასწავლებლებს, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც შენ თავაზობ რაღაცას, ის ხდება ძირითადად გამოყენების ობიექტი, ესე ვთქვათ, ხო? და ყოველთვის მე როდესაც იყო ხოლმე რომ თქვენ შეგიძლიათ მაგალითად პრეზენტაცია ასე კი ჩაიბაროთ, თუნდაც რა ვიცი თუ მაინდა-მაინც გასიტყვება აუცილებელი და ისეთ საგანში ეს კომპლექსური დავალება რო იქ რაღაც ნაშრომის სახით კი არ და მოიტანოს უნდა მოყვეს რაღაცა ან რაღაც კონკრეტული შექმნას ხო თქვათ ესე ან მოთხრობა რა ვიცი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც შეიძლება იყოს ეგეთ დავალება არ არის აუცილებელი რომ მაგალითად ფიზიკაში ყოველთვის გაასიტყო ეს დავალება იმიტომ რომ შეიძლება შენი კომპლექსური დავალება ფიზიკაში იყოს შექმნა რაღაცა კონკრეტული მოწყობილობის მოდელი მაკეტი რომელმაც კონკრეტული ფუნქციები უნდა ითავსოს რა ვიცი რაღაც გააკეთოს და თან აღწერო ეს ყველაფერი როგორ გეთდება და მე მასწავლებელი ამას ჩაიბარებს შეამოწმებს და დააბრუნებს განმაუვითარებელი და განსაზღვრელ შეფასებას ასე ვთქვათ ხო აი მანდ იყო ასე ვთქვათ რაღაც შეუთავსებლობებიც იყო კრიტიკაც და იყო არ მოწონებაც და ნუ ალბათ იყო მაგის მიზეზებიც ხო რაც ჩამოვყევი ახლა რაცაც ვილაპარაკე კომპლექსური დავალება გულისხმობს რომ უნდა იყოს რაღაც მრავალნაბიჯიანი გზა იმისთვის რომ მოსწავლე რაღაც შედეგამდე მივიდეს და რაღაც პროდუქტის შექმნას და იმ კვლევაში რომ ჩვენ ჩავატარეთ ამ ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებით ჩანდა რომ სხვა მასწავლებელი სხვადასხვანაირად აორგანიზებს ამ პროცესს მეგრე შეიძლება ერთ მასწავლებელს კონდეს თქვა წელიწადში რაღაც 5 კომპლექსური დავალება და მეორეს კონდეს 10-ზე მეტი. ეს გულისხმობს იმას, რომ ხანგრძლივებები არის სხვადასხვა ამ კომპლექსური დავალებების და როგორ აკეთებდნენ აი ამ არჩევანს, აი თქვათ, რამდენი ხნის განმავლობაში უნდათ რომ ამუშავონ ერთ და იგივე თემაზე, ან რაღაცა აი ამ ერთ პროდუქტზე, იმიტომ რომ იქ იმ კვლევაში მშობლები საუბრობდნენ, რომ ხანდახან აძლევდნენ ხოლმე თითქოს იყო მრავალნაბიჯიანი დავალება, მაგრამ აძლევდნენ ხოლმე ძალიან მოკლე პერიოდში. ხო, მესმის, ეს არასწორად არის. თქვენ დაგვირობით რა განაპირობებდა იმას, მასწავლებელი როგორ აკეთებდა არჩევანს აი ამ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ხო, მე გეტყვით როგორ იყო დანახული ეგ სამინისტროს თვალით, ხო? და როგორ ხდებოდა მე ნუ მან სხვადასხვა ბევრი პრობლემაა ახლა თუ რამე სხვანაირად ხდებოდა ბევრი სხვადასხვა რაღაცის ბრალი შეიძლება ყოფილიყო ეგ და მაგაზეც ვილაპარაკოთ ესე იგი და გაგებული იყო ასე რომ კომპლექსური დავალებების კონკრეტული რაოდენობა არ არის გაწერილი ეს რაღაცა 5 მაგალითად ეს ან 7 არავის არ უთქვამს ესე ვთქვათ ხო ანუ იდეაში რა არის კომპლექსური დავალება მაგ კუთხით როგორც შუალედური სასწავლო მიზანი ეგრე იყო გაგებული ანუ მაქვს გრძელვადიანი სასწავლო მიზანი რაც საფეხურის ბოლოს უნდა მივაღწიო და მაქვს შუალედური სასწავლო მიზანი რაც ნუ გრძელვადიანი მიზნის გარკვეული მისაღწევი საშუალება ან მეთოდია რომ იქამდე მივიდე ესე ვთქვათ როგორც კომპლექსური დავალება ხო ну შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე, რა თქმა უნდა, მასწავლებლის ჩართულობით და რა თქმა უნდა, გაკვეთილებზე, ну, გარკვეულწილად სახლშიც, მაგრამ ну, არავითარ შემთხვევაში ეს მიზნად არ იყო, რომ ყოფილიყო ეხლა შენ მოგცემ კომპლექსურ დავალებას და ორ კვირაში მომიტანე ეს,
ასე არ იყო ნამდვილად დაგეგმილი, რომ ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა ასეთ შემთხვევებიც ყოფილა სხვადასხვა Facebook ჯგუფში შემინიშნავს, რომ მშობლებს დაუწერია, რომ მოკლედ გამოატანა დავალება და მიუტანოს ხო. ესე იგი ამ კონკრეტულ კომპლექსურ დავალებას ახასიათებდა რა? საკითხთა გარკვეული ჯგუფი, თქვათ ნიუტონის პირველი კანონიდან დაწყებული რაღაც ნიუტონის მესამე კანონის ჩათვლით, პირობითად თქვათ, საკითხთა გარკვეული ჯგუფი უნდა დაეკავშირებინა კონკრეტულ ცნებასთან, ანუ ეს საკითხები რომ გამევლომე ამ კომპლექსური დავალების საშუალებით და მესწავლებინა მოსწავლეებისთვის, ხო? თან რაც ცნებები რაღაც სამიზნე ცნება ძალა უნდა განმოვითარო იქ, იმიტომ რომ ძალებს ეხება ეს ნიუტონის კანონები მეტწილად ფიზიკურ პროცესებს ეხება, თქვა, ანუ საკითხთა გარკვეული ჯგუფი გარკვეულ სამიზნე ცნებებთან უნდა დაეკავშირებინა. ამისთვის ამ კომპლექსური დავალების დიზაინში ეგრეთ წოდებულ მატრიცებში იყო რაღაც ადგილები, სადაც მოცემული იყო რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს საკითხები ისე მესწავლებინა, რომ იმ კონკრეტულ სამიზნე ცნებაზე გასულიყო, ესე ვთქვათ, ხო? ეგ ერთი და მეორე უნდა ყოფილიყო აუცილებლად ეს დავალება დაფუძნებული რაღაცა კონკრეტულ кейსზე, კონტექსტ მაგალითზე, ანუ ისეთ მოვლენაზე, რომელიც ცხოვრებისეული, ან თან გარკვეულ ცხოვრებასთან, ყოველდღიურობასთან უნდა დაკავშირდეს ეს, იმიტომ რომ არ იყოს მშრალი და არ იყოს რაღაცა უშინაარსო, ანუ მოსწავლემ უნდა დაინახოს, რაში დაჭირდება ეს ცოდნა. ასე ვთქვათ, ხო? ანუ საკითხს აკავშირებს რაღაც სამიზნე. ანუ ეს იყო ფუნქცია. ეხლა მე შემიძლია ეს კომპლექსური დავალება გავაკეთო ერთი, რომელიც ნიუტონის პირველი კანონიდან მესამე კანონის ჩათვლით სამივე საკითხს მოერგება და მათ შორის კიდე რაღაც უცვლელი საკითხები და ამათაც დაფარავს და იქნება ცოტა დიდი ესეთი სოლიდური დავალება და მაგმიზანს შეასრულებს, მაგრამ ამის განხორციელება შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე. ხო? იმიტომ რომ რა გაკვეთილი მაგას დაჭირდება და შეიძლება მეტიც. მაგრამ შემიძლია ცალკე კომპლექსური დავალება გავაკეთო ნიუტონის პირველ კანონზე, ნიუტონის მეორე კანონზე, ნიუტონის მესამე კანონზე და დაჭირდეს სამ-სამი გაკვეთილი და იქნება მოკლე და ისეთი რა ქვია კომპაქტური დავალებები, ესე ვთქვათ, ხო? ამის თავისუფლება ყველას გქონდა, რომ მოკლედ თქვენ ან თავი აქცენტი მანდ კიდე სამთავროს ეროვნული სასწავლო გეგმის იყო ის, რომ კურიკულუმი აუცილებლად უნდა გააკეთოს სკოლამ. სასკოლო კურიკულუმი სკოლის საქმეა, იმიტომ რომ ეს არის საკუთარი გეგმა, როგორ აპირებს შენ სწავლებას, ესე ვთქვათ და შესაბამისად იმ კომპლექსურ დავალებების შერჩევაც თუ შექმნაც და შეგროვებაც და კურიკულუმად ქცევაც აუცილებლად მასწავლებლის პრეროგატივაა, ხო? აქედან გამომდინარე, ვინ რამდენ კომპლექსურ დავალებას და რა მოცულობის კომპლექსურ დავალებებს შეარჩევდა თავის კურიკულუმისთვის, ეს თავისი საქმე უნდა ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში და ასე იყო მიწოდებული ყველას ვხდანს, მაგრამ მანდ მიდის უკვე საუბარი იმაზე, ანუ ეგეთი შემთხვევები სადაც არის და იყო, რომ ესე იგი ზოგმა არაადეკვატურად დიდი კომპლექსური დავალება აიღო მაგალითად და მოკლე დროში შეეცადა და გაკეთა რაღაცა მსგავსი. ну მანდ შეიძლება ბევრი სხვადასხვა პრობლემა ყოფილიყო რა. ანუ შეიძლება დანერგვის პრობლემა იყო, შეიძლება არც მისულა იმ ადამიანს ყურამდე საერთოდ კომპლექსურ დავალებაზე არაფერი, ანუ ის 600 სკოლა რო ჩაერთო თავიდან, მაგ 600 სკოლასთან იყო შეხვედრები, ხო? და მე და ეს იყო რა ქვია, მორჩა საერთოდ ეს შეხვედრები, ზოგი სკოლები იყო, რომელთა მასწავლებლებიც რავი, არავინ არ მისულა მასთან და არავინ არ ლაპარაკია კომპლექსურ დავალებაზე და მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ზოგმა თვითონ მოგმართა, მაგრამ ბევრი სკოლა არ ჩართულა. მე ავტორიზაციის პროცესი წამოეწია ამ ყველაფერზე. ავტორიზაციის პროცესში ახლა ყველას დაევალა, რომ რაღაცა მსგავსი კურიკულუმი უნდა შექმნილიყო და შესაბამისად დადგა ის ფაქტი, რომ მე უცბად გახდა საჭიროება ამ ყველაფერს ახსნის და ის რა ქვია, ხო, რაც სხვათა შორის დაორგანიზდა იმ კუთხით, რომ ავტორიზაციამდე სკოლებს ჰქონდათ საშუალება ექსპერტებს შეხვედროდნენ და ამ კურიკულუმზე ერთად ემუშავათ და ბოლოს ეგეც მე მგონი ეგეც აღარ არის. რაღაც პერიოდი ეგ იყო. ეხლა რა იქნება არის ჯერ ავტორიზაცია გადაიდო. ახლა რა იქნება? ჩვენ კი არა მოდელი შეჭერდა, ხო? ახალი სკოლის მოდელი გაჩერდა გაზაფხულზე, ხო? ერთი წელი გადის უკვე. მაგრამ საინტერესო არის, აი თქვათ, როცა
არჩევანს აკეთებს, ხო? შედარებით მეტი კომპლექსური დავალება გააკეთოს თუ და მოკლევადიანი თუ უფრო ნაკლები და გრძელვადიანები. ასეთ დროს აი თქვენი დაკვირვებით მასწავლებლის გარდა იმ ცოდნის რაც შეიძლება ეხმარებოდეს განსაკუთრების მიღების, რაც მიწოდებული იყო გარედან, კიდევ რა ფაქტორები მოქმედებდა ამ მასწავლებლებს? ძირითადი ფაქტორები, რაც მოქმედებდა, ერთი იყო გემოვნების ამბავი, ვისაც როგორ მოსწონდა და მეორე ალბათ უფრო მეტად გავლენას ახდენდა მაგ ყველაფერზე ის ბანკიც იყო შეთავაზებული კომპლექსური დავალებების, ანუ შეგიძლიათ რაც დახვდებოდა მასწავლებელს, იქიდან ამოირჩევდა რაღაც კონკრეტულ რაოდენობას და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ როგორ გავაკეთეთ ახლა მაგალითად? ჩვენ საგნობრივი თემებად ხო იყოფა ეს საგნები, ზოგიერთ საგანი იყოფა თემებად, ჩვენი საგნები საბუნების მეტყველო საგნები სავალდებულო თემებად იყოფა, ესე ვთქვათ, არის წარმოდგენილი. ამ თემების მიხედვით, აი მაგალითად, ერთ-ერთი თემა ავიღოთ, არის ელექტრული მოვლენები. ამ ელექტრული მოვლენების თემის ფოლდერში მოკლედ ჩავდეთ რამდენიმე ერთი რა შეიძლება 7, 8, 6 კომპლექსური დავალება, რომელიც ამ კონკრეტული თემის შესაბამის საკითხებს მიემართება და აკავშირებს გარკვეულ სამიზნეცნებებთან და იქიდან შეიძლებოდა რომელიმე 3 სამორჩევა ან 4 სამორჩევა. ისე გავაკეთეთ, რომ 4-ზე მეტი არ ყოფილიყო ან 3-ზე მეტი არ ყოფილიყო საჭირო. იმ მოცულობის კომპლექსური დავალებები იყო, რომ მოკლედ თქვათ პირველ სემესტრში თუ ერთ თემას გავდივარ, 3 დავალება იყოს საკმარისი ან რაღაც, მაგრამ სხვათა შორის დანერგვის ეტაპზე აბსოლუტურად ყველა სკოლას ქონდა ის ასე ვთქვათ რაღაცა არ ქონია ვალდებულებად, რომ ყველა საკითხი ყველა თემაში კომპლექსური დავალებით დაეფარა. იმ 6 სკოლასთან ჩვენ რო შეხვედრები ქონდა ყოველთვის ვთხოვდით ხოლმე მინიმუმს სემესტრში 1 მაინც. აი დაახლოებით ესე იყო დანერგვის ეტაპზე ეს ყოველთვის ესე იყო, რომ ასე იგი რაღაც პრაქტიკულად მე მგონი არც ყოფილა ისეთი ეტაპი, როდესაც ამ სკოლებთან ურთიერთობისა და შეხვედრის დროს ვინმე ესე თქვას, რომ ყველა საკითხი და ყველა თემა ახლა კომპლექსური დავალებით უნდა გაიარო. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ეს შეხვედრები მთავრდებოდა და დანერგვა დასრულებულად ჩაითვლებოდა, ეროვნულ სასწავლო გეგმა ავალდებულებდა მე ხო ცხადია ყველას, რომ ახლა ასე უნდა განაგრძო შენ და საკითხიდან ეს კომპლექსური დავალებიდან კომპლექსურ დავალებამდე და ასე შემდეგ იქიდან გამომდინარე, რომ თუმცა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ესე პირდაპირ კომპლექსური ბუნების დავალება დაახლოებით ესეთი ის იყო, რა ქვია, ჩადაწერი და ის გულისხმობდა დავალებას, რომელიც სხვადასხვა მახასიათებელს შეიცავს, ხო? ფაქტობრივი, პროცედურული და პირობისეული ცოდნის გააქტიურება უნდა მოახერხოს იქ მოსწავლემ, სხვადასხვა უნარების განვითარება უნდა იყოს შესაძლებელი, ხო, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, რაღაც გუნდური მუშაობის უნარი, მოქალაქეობის და თვითრეგულაციის პასუხისმგებლობის გზნობის განვითარების უნარი, რაღაცა მსგავსი უნარების ჩამონათვალი ეწერა, ესე ვთქვათ და კონსტრუქტივიზმის პრინციპები კიდე, რომელიც ძირითადად მათ გასდევდა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო 5 ძირითად პრინციპად იყო მოხსენებული, გეცოდინებათ ეგეც და ამ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დავალება, რომელიც ჩაითვლება კომპლექსური ბუნების დავალებად, ხო? აი დაახლოებით ესეთი განმარტება იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, შუალედური მიზნების როლში. თქვენ აი როგორც კოუჩი, თუ აწვდით მიზანს, თუ აწვდით შაბლონს, ამ მიზნის მიღწევის გზის უფრო მეტად მაშინ რას აკეთებდით, ანუ რა იყო თქვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილი? თქვენ ამბობთ, რომ რამდენჯერმე ხდებოდით კვირის განმავლობაში. კი. ეს რამდენჯერმე შეხვედრა დასასარგებლო უნდა იყოს ეს მასწავლებლისთვის, მაგრამ ეგ არის საინტერესო, აი თქვათ ისინი რა შეხედავდნენ სარგებლოს, ხო? ანუ ისინი როგორ უყურებდნენ ამ შეხვედრებს და თქვენ მე ამ თქვენ საქმიანობას როგორ არგებდით მათი პერსპექტივიდან წამოსულ სარგებლის გააზრებას. მესმის.
შეხვედრებზე იყო ეს, როდესაც იმ პირველი ნაკადის სამასკოლასთან და მე მეორე ნაკადის სამასკოლასთან იყო შეხვედრები, ხო? ესე იგი კვირიდან კვირამდე რა კონკრეტული დავალების განხორციელება შეიძლება ყოფილიყო სკოლაში დაგეგმილი, ამაზე იყო საუბარი და კოუჩები მასწავლებლებს ელაპარაკებოდნენ, მე როგორ განხორციელდა ეს დავალება, ან რა ნაბიჯზე ხარ, რა ეტაპზე ხარ, თქვათ შეფასების ეტაპზე თუ ხარ, განმავითარებელ შეფასებას როგორ აწარმოებ, სოლო ტაქსონომიაც ის იყო, ხო, აქტიურად მოდაში მაგ დროს და ამ კომპლექსური დავალების განხორციელების შემდეგ ეს განმავითარებელი კომენტარები და განმავითარებელი შეფასება იყო ის, რაც და გაკეთებული იყო, ესე ვთქვათ, ამ კომპლექსური დავალების ბოლოს, ესე ვთქვათ, ხო? მასწავლებლებთან ძირითადად იყო საუბარი ორ რამეზე, ორი სალაპარაკო თემა იყო ხოლმე ყოველთვის დღის წესრიგში. გავეცნობთ, ვთქვათ, რომელიმე კომპლექსურ დავალებას, ვთქვათ. და ახლა მოდი დავგეგმოთ ამას ხვალ რო გაკვეთილზე შეხვალ რითი დავიწყოთ, ხო? და საბოლოო ჯამში მე ეს უნდა დასრულებულიყო, აი წეღანაც ვახსენე, რომ ამ კომპლექსურ დავალების რაღაც გარკვეულ პაკეტს რომ ჩავამთავრებდით, ჩავდოთ კურიკულუმში და შევქმნათ კურიკულუმი, სასწავლო გეგმა, ესე ვთქვათ, ხო? ეს იყო ძირითადი სალაპარაკო თემა ამ შეხვედრებზე. ხო, ერთი სირთულე, რაც არის ხოლმე მსგავსი რეფორმების დროს, არის რომ ერთდროულად იცვლება მიზანიც და საშუალებაც. ხო, ერთი მხრივ შემოვიდა ცნებების დაფუძნებული პედაგოგიკა და მასწავლებლებს უნდა გადაეაზრებინათ საკუთარი საგანი, რომ ეს აღარ არის შინაარსზე დაფუძნებული პედაგოგიკა, ან ეს არ არის უნარებზე, ან უნარჩვევების განვითარებაზე, როგორც საბოლოო მიზანზე ორიენტირებული პედაგოგიკა, შინაარსის მნიშვნელოვანი, უნარჩვევების მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდე არის ეს რაღაც ცნება, რომლის გააზრებაშიც უნდა დავეხმაროთ და მეორე მხრივ შემოდის ახალი გზა, ანუ ახალი ინსტრუმენტი ამ ახალი მიზნის მისაღწევად, რაც არის არა მხოლოდ კომპლექსური დავალება, არამედ აი მაგალითად იგივე ეს შეფასების ტაქსონომიები, ხო? და ну რაღაცა ეს ორი ერთდროულად არის რთული, იმიტომ რომ თან მივხვდე რომ შემეცვალა მიზნები და მე ახლა უნდა რაღაცნაირად შევისწავლო ისეთი საშუალება, რომელიც შეიძლება გამიყენებია როდესღაც, მაგრამ არა მაინდა-მაინც ასეთ ფორმატში, ხო? თქვათ, როცა რაღაცა ჩარჩოები არის მოწოდებული, რომ აუცილებლად უნდა გახვიდე ცნებაზე, ერთზე მაინც, ან აუცილებლად უნდა იყოს კონსტრუქტივისტური პრინციპით, რომ შენი დახმარების გარეშე ვერ მიაღწიოს მოსწავლემ იმდენად რთული იყოს, რომ შენი დახმარება დააჭირდეს, ან მაგალითად ახალი ტერმინები უნდა ვისწავლო, ეს ინსტრუმენტების ნაწილია, ხო? მაგალითად კვიდრის წარმოდგენა, გასიტყვება, რაღაც ეს ტერმინები უბრალოდ არ არსებობდა. მანამდე, ხო? ჩვენ 5 წლის წინ რო გვეთქვა მასებისთვის. რა არის კვიდრის წარმოდგენები? გაოცებულები შეგვხდათ. ან რო გვეთქვა რომ საჭიროა ახლა გაასიტყო რაღაცა, რა ვიცი, ბავშვმა თავის ნამუშევარი უნდა გაასიტყოს. ხო, ესე ძალიან უცნაურად ანუ ეხლა ეს ენას შესწავლილი აქვს, ანუ ენაც დასავლი აქვს, ეს დაგეგმვის ინსტრუმენტებიც იციან, ნახავთ, გამოუყენებიათ, მიზნებიც ასე თუ ისე გასაგებია და როგორ უნდა მოხდეს აი ამ ყველაფრის ერთდროულად ეს მიწოდება იმისთვის რომ დაინერგოს. ხო მარჯობდა რომ ან მიზნები შეცვლილიყო და ინსტრუმენტები დარჩენილიყო, ან ახალი ინსტრუმენტები შემოსულიყო ძველი მიზნების შესაბამისად, რომ ეს ერთდროული რაღაცა პანიკა ანუ პანიკა რომ არ გამოეწვია ერთდროულად ამდენი რაღაცის ცვლილებას. პირველ რიგში არის დაკვეთა არისო, რომ იმდენად რთული უნდა იყოს, რომ მასწავლებლის დახმარების გარეშე გააკეთოს ეგეთი რამე არ ყოფილა, ასე ვთქვათ. კონსტრუქტივისტული ვერ იქნება. თან კონსტრუქტივიზმი თავისთავად გულისხმობს. კონსტრუქტივიზმი გულისხმობს მასწავლებლების ფასილიტაციით, ასე ვთქვათ, პროცესების წარმართვას, მაგას მოიაზრებს, რა თქმა უნდა. უბრალოდ თვითონ კონსტრუქტივიზმი პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე თავისთავად აკეთებს რაღაცას. ეს კონსტრუქტივისტულად დაგეგმილი არც არის ის საკამათო პროცესი. თუ ხარაჯო არ ჭირდება და ხარაჯო აშენება, ცოდნის აშენება გასაგებია. მაგრამ ხარაჯოს გარეშეც თუ აშენავს, ესე იგი იმდენად მარტივია, რომ თავის სპონტანურად შეიძლება ისწავლოს. ესეთი მეთოდი არსებობს, რომ მასწავლებლის გარეშე რა ხდებოდეს, არც არსებობს ხო პრინციპში. აი მაგალითად მასწავლებელი არსებობს, ხო? სადაც ჩარევა არ ხდება ჩემი სირთულეებიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ
მაგალითად წიგნი წავიგითხეთ და გავიგე როგორ არა, საგანმანათლებლო სისტემებს გულისხმობს სკოლებში ხა ასეთი მეთოდი თუ არსებობს. დავალება შეიძლება მივცე, ისედაც ჩემ ჩარევა არ იქნება საჭირო. დავალებას გულისხმობთ. სასწავლო პროცესს არ გულისხმობთ პირადად ზოგადად. სასწავლო პროცესი ისე შეიძლება იყოს ორგანიზებული სასწავლებელი არ ერევა კონკრეტული მოსწავლის მიერ ნაბიჯების გადადგმაში. მესმის, მაგრამ იმ კონკრეტული ნაბიჯების შერჩევა ხო ძირითადად მასწავლებლის მხარეს გადმოდის მაინც. დაგეგმა დღეს რა ნაბიჯი მივაწოდო რომ გააკეთოს ან იგი მაგრამ მე თუ ვეთქვი რომ მაგალითად აგერ არის ამოცანები და შენ ეს არის ამოცანის გადაჭრის გზა და უბრალოდ აიღე ეს გადაჭრის გზა და მიუსადე ამოცანებს მოსწავლე უბრალოდ რუტინულად აკეთებს ამ ამოცანებს ხო ეს კონსტრუქტივისტური მიდგომა არ არის იმიტომ რომ ჩემი ხარდაჭერა შეიძლება საერთოდ არ დაჭირდეს იმედ მარტივი ამოცანები იყოს მაგრამ ეგ ხო თქვენ უნდა შეურჩიოთ ეგ სხვა თემაზე წავედით მაგრამ საინტერესოა ძალიან კონსტრუქტივისტული არის მაშინ ეს პროცესი როდესაც მე ისეთ ამოცანას ვაძლევ სადაც ის იძულებულია რომ რაღაც აღმოაჩინოს ოღონდ ჩემი მხარდაჭერა არის კიდევ მნიშვნელოვანი ანუ მე უნდა ვნახო სად იჭედება ეს მოსწავლე სად ვერ დგამს ნაბიჯს რომ მე აუშენო პატარა ხარაჩო რომ კიდე ერთი ნაბიჯით ზევით გადაიტანოს თავისი აზროვნება ხო ანუ იდეა კითხვის არსი რა არის რომ რატომ აინდა-მაინც კონსტრუქტივისტული პრინციპები მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში არა კითხვა არის ესეთი რომ თუ მიზანს უცვლით საშუალებას ანუ ერთდროულად რატო გავაკეთეთ ხო მეთოდი შემოგვაქვს ახალი ინსტრუმენტი შემოგვაქვს ახალი და რა ის ყველაფერი როგორ უნდა ითვისოს მასწავლებელმა რომელსაც კიდე უამრავი სხვა პრობლემა აქვს გარდა აი ამ ხო კი მოკლედ მან როგორ იყო იცით საქმე ალბათ რომ მე არ ვიცი ხა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგადად შექმნის პროცესში მაგ დროს არც ვიცოდი ესეთი გეგმა თუ დგება ცოტა მოწყვეტილიც კი ვიყავი მაგ პროცესებს ასე ვთქვათ ხო 2018 წელს გულისხმობ ახლა მაგრამ არ ვიცი ალბათ მაგაზე პასუხი არის ის რომ ესე იგი რაღაცა გარკვეულ ნაწილად ანუ მარტო მიზნები შეცვლილიყო ან მარტო სამიზნე ცნებები შემოსულიყო და არ შემოსულიყო კომპლექსური დავალება ან მარტო კომპლექსური დავალება შემოსულიყო და სამიზნე ცნებები არ შემოსულიყო ეგეთი რაღაცა როგორ გამოვიდოდა მე ვერ ხვდები ახლა იმიტომ რომ თუ შემოდის ეგორი ან ერთად უნდა შემოიტანო ან საერთოდ უნდა შემოიტანო ალბათ ყოველ შემთხვევაში პირველი ისეთი პასუხი ეგ მექნება ცირეხნიანი დაფიქრების შემდეგ ალბათ იმიტომ რომ ეს ორი ძალიან ებმის ერთმანეთს კომპლექსური დავალება როგორც პრინციპი როგორც ორგანიზების ფორმა ხდება შინაარსზე დაფუძნებულ პედაგოგიკაშიც გამოიყენება შინაარსზე ჰაი სხვადასხვა მაგაზე ხშირად იყო ხოლმე საუბარი და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც არ გულისხმობს შინაარსისგან დაცლას რაღაც საგნებს ხო მანდი ყო რომ შინაარსი უნდა შეერჩია თვითონ მასწავლებელს ხო ანუ შეგეძლო საკითხების შერჩევა ანუ თვითონ ეროვნულ სასწავლო გეგმა არ განსაზღვრავდა საკითხთა კონკრეტულ ჩამონათვალს საკითხების შერჩევა მასწავლებელს შეუძლია მაგრამ თავარი იყო მიზნების მიღწევა ასე ვთქვათ და მიზნების მიღწევა ხა შინაარსის გარეშე გამორიცხულია მით უმეტეს არსებობს ისეთი საგნები სადაც რაღაცა გარკვეული ძალიან მყარი მოცემულობის მქონე თებებია იქ ახლა რო ახსენებთ ვთქვათ ელექტრულ მოვლენებს პირობითად ფიზიკაში ხო მან დასარჩენ ბევრი არაფერი არ არის რა არის ერთი კონკრეტული საკითხთა ჯგუფი რომელიც კლასიკურად სტანდარტულად მთელ სოფლიოში თუ სადმე ისწავლება ის და თქვათ ისწავლება კულონის კანონი რომელიც აბსოლუტურად აი შანსი არ არის რომ ქვეყანა დავასახელოთ სადაც ფიზიკას ასწავლიან და მაგას არ ასწავლიან მაგალითად რა ვერაცდება ვერავინ მაგრამ ეს უფრო მეტად ახლა თქვენ რა კითხვასაც ვამთ შეეხო ალბათ ისეთ საგნებს რომელიც საგნებიც არ არის ესეთ დეფინიცირებული რაღაც ისეთ მყარი მოცემულობის მაგათად ლიტერატურის საგნები სადაც უამრავი ნაწარმოები არსებობს და მე მინდა სამიზნე ცნება ჟანრი ან რაღაცა ისეთი გავააზრებინო მოსწავლეს და ეს შეიძლება იმის საფუძველზე რა ქვია სულიკო ავიღოთ პოემა და ან სხვადასხვა რომელ ნაწარმოებს შევარჩევ ჩემზეა დამოკიდებული როგორც მასწავლებელზე სიტყვაც ხო მე მანდაც გაჩნდა რაღაც სავალდებულო
წასაკითხი, უბრალოდ სავალდებულო ნაწარმოებების სია გაკეთდა, რომ არ დაკარგულიყო რაღაცა ეროვნული ესეთი პატრიოტული ნაწარმოებები და დანარჩენი მასშტაბების უნდა შეირჩა მე თვითონ როგორც ვიცი მაგით დარეგული და ეგ ამბავი, სადაც ძალიან ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი ჩარევა იქნებოდა საჭიროდ. ფიზიკაში, ქიმიაში და ბიოლოგიაში არც არავის არ მოსვლია თავში აზრად სიმართლე გითხრათ, არც ერთ მასწავლებელს ალბათ, რომ შეიძლებოდა რაღაცა კონკრეტული საკითხების ჯგუფი რაც ისედაც კლასიკური გაგებით, ესე ვთქვათ, სკოლაში იმ კონკრეტულ თემაში ეს უნდა ისწავლებოდეს, რომ აქედან რომელიმე ხო არ ამოვაკლო, მოდი დავფიქრდე ამაზე და რადგან შინაარსი ჩემი ასარჩევია, რამე ხო არ შევცვალო, იმიტომ რომ ეს იმდენად ისეთი საბაზისო და კლასიკური ცოდნა ეხლა მაგ მოცემულობის საგნებში, რომ ალბათ ყველასთვის გასაგებად. ამით უმეტეს დღევანდელი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ძალიან ისე მიჯაჭვული არის სახელმწიფოზე. სახელმწიფოში რაც წერია, იმას მიყვება ყველა, ხო? ვიცით ეს და შესაბამისად სახელმწიფო კიდე გრიფირების საშუალებით შედის სკოლაში. გრიფირება, როდესაც ცხადდება, სტანდარტზე დაყრდნობით კეთდება და იმდენად რეგულირებულია ეს ყველაფერი, რომ იქაც, შესაბამისად ამ სახელმწიფოებში რაღაცა კონკრეტული თითქმის ერთნაირი დასახელების ისინი გვხვდება. მეორე აი ამ რაღაც ისეთ საგნებში, რომელიც ძალიან ისეთი ტრადიციული შინაარსის მქონე საგნები რო არიან და რო არ იცვლება დიდად ამ საგნების შინაარსი. არ გულისხმობ რაღაც ლიტერატურის საგნებს ან სხვა საგნებს, სადაც შეიძლება ქართული ლიტერატურის თქვათ ერთის ის რა ქვია, გამომცემლობის მიერ გამოცემულ სახელმწიფოში ეწეროს, რა ვიცი, რომელიმე პოემა და მეორეში შეიძლება არ ეწეროს. მაგას არ გულისხმობ ახლა. ხო. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რომ უფრო მარტივი მისაწოდებელი ყოფილიყო და ამდენი სიახლე ერთად არ ყოფილიყო, ხო? მაგაზე პასუხის გაცემას ალბათ ჭირდება რაღაცა გარკვეული, რავი, კვლევა, რასაც თქვენ აკეთებთ, მე არ ვიცი. მაგრამ ალბათ ასეთი რამე შეიძლებოდა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაწერილიყო ეს ყველაფერი. ყველა სკოლასთან ყოფილიყო შეხვედრები და არა 600 სკოლასთან, ხო? ეს ფაქტიურად არის 600 სკოლა, რა ვიცი, მეოთხედი ნაწილია თითქმის, ხო? ან მესამედი ნაწილი საქართველოში არსებული სკოლების და დანარჩენებთან კომუნიკაციაც უნდა ყოფილიყო, ხო? არ უნდა დამთხოვდა პანდემიას ახლა ის არის, რა ქვია, რიტორიკული ნათქვამია, მაგრამ პანდემიის შემდეგაც მოკლედ ადგილზე კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია რა, ამის თქმა მინდა, რომ როდესაც ექსპერტს და მასწავლებელს, თქვათ, როდესაც რაღაცა სიახლის დანერგვას გეგმავდა ექსპერტს და მასწავლებელს უწევს მხოლოდ ონლაინ ურთიერთობა ერთმანეთთან და ეს ონლაინ ურთიერთობაც ხშირ შემთხვევაში ისეთია რა, ხარისხიანი ვერ არის, ესე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ ხანდახან მაგალითად, ფიზიკაში შეიძლება რაღაცა კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარების საჭიროება დგას და იმასთან დაკავშირებით არის მასწავლებლის და ექსპერტის შეხვედრა საჭირო. ეს ონლაინ გამორიცხული ახლა მას ხო ვერ გაკეთებ, პირადად იქ უნდა იყოს მასწავლებელი და ექსპერტიც, ასე ვთქვათ. ან გაკვეთილზე დასწრება ახლა ეს ონლაინ ხო შეუძლებელი იყო პრაქტიკულად ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში, როდესაც მაგალითად მასწავლებელს შეეძლო ვისულიყო ან რაღაც ნახევრად ჰიბრიდულიც იყო ხოლმე, ხო? ექსპერტი უბრალოდ ტელეფონზე ელაპარაკებოდა და გაკვეთილზე რა ხდებოდა, მაგას ვერ ხედავდა დაუშვათ, ხო? მოკლედ, შეიძლებოდა ამის გაკეთება შეიძლება უბრალოდ აქ კითხვა არის უფრო, ხო, არ ვიცი, ანუ უბრალოდ დაფიქრება შეიძლება შემდგომში, ხო, როცა რაღაც ახლის დანერგვა იწყება, რომ მაგალითად თქვენ ბევრი სიახლე ერთბაშად არა, ხო? მაგას გულისხმობთ. რა მიჭირდება დავასახელო წიგნი ქართულად, რომელიც ცნებების პედაგოგიკის შესახებ არის დაწერილი. თქვენ იცით რამე წიგნი ამის შესახებ? ცნებების პედაგოგიკის შესახებ წიგნი არა, გზამკვლევები არის სამინისტროს მიერ გამოცემული. მე მგონი ხო არა შესახებაც ლიტერატურა არსებობს. როგორც სამინისტრო ლიტერატურა ეს განათლების მეცნიერებებში, ასე ვთქვათ, ცნებების პედაგოგიკაზე, მარუც ერიქსონი თუ თარგმნა ვინმე და ჩვენ არ ვიცით თუ არა. ხო, მაგრამ ხო, რაღაცა გვინდა დავნერგოთ, რომლის შესახებაც რეალურად მე მგონი ადამიანი რო წავიდეს მაღაზიაში და იკითხოს რამე ხომ არ გაგტანს. ზურაბ ვახანიას გქონდა 90-იან წლებში ცნებების პედაგოგიკაზე
როგორც გამიგია. იმ გაგები. ოღონდ წიგნად არის თუ არა? გაგებითაც ახლა მაგალითად ამ პროექტის პარალელში ცდილობთ თქვენ დაგენებათ. არსებობდა მხოლოდ სამინისტროს შემუშავებული ლიტერატურა, ისიც გზადაგზა იცვლებოდა. მაგ ცვლილებებზე სხვათა შორის ხშირად იყო აქცენტები, ესე ვთქვათ, ხო? იცვლებოდა ხო, ერთი იცვლებოდა რამდენიმე საგანში შეიცვალა სამიზნეცნებები სადღაც შუა ეტაპზე, ესე ვთქვათ რა. პრინციპით შეიცვალა. ხო, აი მაგალითად თავიდან ახალი სკოლის მოდელი გულისხმობდა, რომ აუცილებლად ნაყოფილიყო საგნებს შორის ინტეგრაცია. და დაწყებით საფეხურზე ეს უფრო მარტივი გასაკეთებელი იყო, იმიტომ რომ ერთი მასწავლებელი ასწავლის ძირითადად, მაგრამ მე გზადაგზა, ასე ვთქვათ, გამოჩნდა, რომ ეს ძალიან რთული მისაღწევი არის იმ პირობებში, როცა ეს კიდე ერთი დამატებითი რაღაც დავალებაა, ხო, მასწავლებლისთვის, რომელსაც როგორც თქვი, ჯერ მიზანი უნდა გაიაზროს, ინსტრუმენტები უნდა გაიაზროს, მე ახალი პრობლემა უჩნდება, რომ მაგალითად დრო უნდა იყოს, როდესაც მას შეიძლება რომ სხვა მასწავლებელს შეხვდეს, სხვა საგნის მასწავლებელს და მე რაღაცნაირად შეთანხმდნენ ამ ორი სხვა საგნის პარალელში, მაგალითად ფიზიკას და მათემატიკას, როგორ შეიძლება დაეგეგმა კომპლექსური. ეს საწყის ეტაპზე იყო მაგას ხონს. ხო, მე მიხნა რომ მე მაგას არ მოვსწრებია. უბრალოდ დავალება არც ღირს. იმიტომ რომ კიდე უფრო ართულებს რაღაცის შემოტანას. აქ უბრალოდ საუბარია რაღაცნაირად ტაქტიკაზე, ხო, როცა რაღაცა დიდი სტრატეგიული მიზანი გაქვს, რომ აიმდენი რაღაც შეცვალო, ხომარჯობია რომ ან ნელ-ნელა შეცვალო, ვიდრე ერთ პაშად უთხრა ადამიანებს, მე აღმოაჩინო, რომ ისინი ვერ აკეთებენ ამას და უთხრა, რომ აი, კარგი, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, თქვენ მოხსენებთ მოდელს და თქვენ შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გადაიტანოთ ეს. კი, მაგრამ მეც ეგ პასუხი გაგეცით, რომ დროში უფრო გაწელილი რო ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ნელ-ნელა შეცვლა, მაგას გულისხმობს, რომ კიდე დროზე გადანაწილება, მე კიდე სხვა საკითხი ჩდება. მაგალითად, რამდენად ღირდა ამდენი დროის დახარჯვა კომპლექსური დავალების ტიპის დავალებაზე, როცა არსებობს სხვა ტიპის დავალებებიც. მაგალითად, ხო, კომპლექსური დავალება არის რაღაც პროექტული სწავლების რაღაც ფორმა, ხო, მაგრამ კიდე არსებობს მაგალითად, ექსპერიმენტი, რომელიც არ გულისხმობს რაღაცა მრავალნაბიჯიანი რაღაცის სწავლებას. და რომელიც იშვიათია საგანმანათლებლო სივრცეში, საფუძველო მეცნიერებებში. ხმარჯობდა, რომ აი მაგალითად საფუძველო მეცნიერებებში მეტი აქცენტი გაკეთებული იყო კონკრეტული ექსპერიმენტული კვლევის რაღაცა სხვათა შორის. ხო, არა. ან სადღაც მაგალითად გამოცდილებას დაფუძნებული სწავლების მეთოდის შემოტანაზე. ან სხვა რამე შეიძლება თქვა, ხო, ზოგადად განმაზოგადოთ, ხმარჯობდა, რომ მრავალფეროვანი ინსტრუმენტების რეპერტუარზე გამუშავა, ვიდრე აი ამ ერთის და რაღაცა ამ ერთზე ამხელა აქცენტი გაკეთებინა. გავიგე. იცით რა არის? მე მაგალითად ახლა რა შეგვიძლია ფიზიკის კომპლექსურ დავალებებსაც გადავხედოთ. ძალიან არ მინდა ახლა ისე გამოჩნდეს, რომ თითქოს ის ჭირდება, რა ქვია, მაგას უშემატკივრობა, ესე ვთქვათ, მაგრამ მაგ მიმართულებით ან დავალებათა რაღაცა სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვნების კუთხით ეგ არ ზღუდავდა ნამდვილად თუ რამე სწავლების ფორმა შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ საგანში, ვთქვათ, ჩემი საგნის მაგალითზე რო ავიღოთ, იგივე ფიზიკის მაგალითზე, ახლა ექსპერიმენტი ახსენეთ, ხო? ექსპერიმენტების ჩატარება, ამოცანების ამოხსნა ზოგადად მაგალითად, ხო? ან რაღაცა რა ვიცი, თუნდაც სხვა ნებისმიერ სავარჯიშო რაც შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკაში. ამას შეიცავდა ეს დავალებები, ისევ აკეთებდით, რომ ამათ კომბინაცია ყოფილიყო. ანუ ეგ ყველა კომპლექსური დავალება ხო რაღაც გარკვეული ნაბიჯების ერთობლიობას წარმოადგენდა და რაღაც ეტაპზე რაღაცა ნაბიჯები უნდა ყოფილიყო, თქვა ამოცანების გაკეთება. ანუ ეს გამორიცხულია ფიზიკას და თუ ვინმე ფიზიკის მასწავლებელი გვისმენს, ყველა დამერწმუნება ახლა ამოცანების ამოხსნა ფიზიკაში არის იმდენად რაღაცა ტრადიციად ქცეული და იმდენად ისეთი რიტუალივით არის. ფიზიკას მოსწავლე ამოცანებს უნდა ხსენდეს რა. მოსწავლეს და მასწავლებელს. ექსპერიმენტებსაც უნდა ატარებდეს მოსწავლეს და მასწავლებელს, ხო? ამიტომ ამ ორის გარეშე გამორიცხული იქნებოდა ნებისმიერი ტიპის დავალებები შეგა. ამიტომ ჩვენ ავდექით და მაგალითად ესე იგი ფიზიკის ყველა კომპლექსურ დავალებაში, აბსოლუტურად ყველა კომპლექსურ დავალებაში ან ამოცანები, ან ექსპერიმენტები, ან ორივე ერთად, რაღაცნაირად გამოვაჩინეთ ეს.
რაღაც ნაბიჯებში, რაღაც ეტაპებში. ჩვეულებრივად იქ კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპებს რო გადახედავთ, თქვათ იმაში, მატრიცებშიც მათ შორის, წერია პირდაპირ გვერდი ნომერი აქედან და აქედან ესა და 60-ს ამოხსნა, რომელიც იმ კონკრეტულ შინაარსს და იმ კონკრეტულ რაღაცა აქტივობას შეესაბამება, ხო? ახლა ეს თუ რომელიმე საგანში ეს ასე არ იყო და ამ კომპლექსური დავალების გამო რომელიმე საგან თავისი ტრადიციული ესე ვთქვათ ნიშა დაკარგა ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება ახლა მე არ ვიცი მათემატიკა ვიცი ახლა მომიჯნავე საგანია ფიზიკის და იქაც 60-ების ამხსნა არ შეუწყვეტ ვერც მოხდება გამორიცხული ამბავია რა შანსი არ არის ხო ისე რომ მრავალფეროვნების კუთხით შეზღუდვას მე ვერ დავარქმევ სიმართლე გითხრათ რომ ეგ რამეს ზღუდავდა რაღაცა სასწავლო აქტივობების მრავალფეროვნების პირიქით შეზღუდვაზე არ არის ლაპარაკი არის მიზანი რა არის მიზანი არის მაგალითად ვასწავლოთ რაღაც ტიპის სასწავლო პროცესის ორგანიზება თუ მაგალითად ექსპერიმენტის დაგეგმას ასწავლით თუ კომპლექსური დავალების შექმნას ასწავლით მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ექსპერიმენტი ნაწილი ყოფილიყო ამ კომპლექსური დავალების. კი, ექსპერიმენტის როგორც მეთოდის სწავლების დროს შეიძლება აქცენტი უფრო მეტად გააკეთოთ თვითონ მაგალითად, რა ვიცი, სამეცნიერო მეთოდის სწავლებაზე, ხო? მაგალითად რაღაცა რა ნაბიჯები ჰიპოთეზა კი ბატონო ამ რა ნაბიჯები უნდა გაიაროს მოსწავლე იმისთვის რომ რაღაც ეს ექსპერიმენტი დაგეგმოს და მე რაღაც გაანალიზოს და ანუ განახორციელოს მე გაანალიზოს მე რეფლექსია გააკეთოს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი შეიძლება ჩააშენოთ კომპლექსურ დავალებაში მაგრამ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ეს არ არის მაინდა-მაინც მიზანი არის კომპლექსური დავალების პრინციპის სწავლება და დრო იხარჯება იმ პრინციპის სწავლებაზე მაგალითად როგორ უნდა იყოს ეს ორგანიზებული, რომ გავიდეს ცნებაზე, გვეცნებაზე, ნაბიჯები როგორ უნდა გაიწეროს, მე სასწავლო გეგმის მიზანი როგორ უნდა იყოს აღწერილი, ამ ეს მატრიცა როგორ უნდა აიგოს ამ ყველაფერთან მიმართებაში და მე ხო ანუ შეიძლება ის მეორე ხარისხოვანი იყოს საბოლოო ჯამში თვითონი ნაბიჯი და ეს ჩარჩო იყოს პირველი. მან არის ორი მიმართულება ალბათ რა. ერთი მასწავლებლის ზოგადად ქვეყანაში მასწავლებლის გადამზადება რომ რაღაც კონკრეტული შინაარსის სწავლებისას თუნდაც ვთქვათ ფიზიკის მასწავლებელმა ფიზიკის სწავლებისას რა მნიშვნელოვანი ასპექტებზე უნდა გაამახვილოს ხოლმე ყურადღება საგნობრივი კომპეტენციის კუთხიდან უყურებ ახლა ამ ყველაფერს მე და ვთქვათ რო არ უნდა გამოგჩეს რომ ნიუტონის კანონები ვთქვათ ამას ეხება და სადღაც არ მუშაობს და სადღაც მუშაობს და ასე შემდეგ ხო ეს რამდენად გააზრებლა აქ ფიზიკა რო ექსპერიმენტული მეცნიერებაა მაგალითად და ამ ექსპერიმენტების განხორციელებას რა დაგეგმა და განხორციელება ჭირდა თქვენ ბძანეთ ახლა ხო ერთი ეს ნუ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა სამუშაო არის ხო სამუშაო არის იქიდან გამომდინარეც რომ ძალიან ბევრი სკოლაა უკვე სადაც ფიზიკას ასწავლის სხვა საგნის სპეციალისტი, იმიტომ რომ ფიზიკის მასწავლებელი მე მოინახა. ხო. ახლა რას ეხებოდა ის არა, ეროვნული სასწავლო გეგმა და უფრო მეტად რაზე ამახვილებინებდა მასწავლებელს ყურადღებას, ხო? ეს თავარი შეკითხვა რაზეც დაუბრუნდით ახლა. იცით რა არის? ესე იგი იდეაში ეს ორივეს ეხება აუცილებლად გულისხმობდა ორივეს რომ ერთი იმ გარკვეული მიმართულებით რასაც კომპლექსური დავალების დაგეგმა განხორციელება გულისხმობს რომ თქვათ სამიზნეცნებაზე უნდა გადიოდეს ეს კომპლექსური დავალება რომ რაღაც საკითხებს უნდა ეხებოდეს ცხოვრებისეულ კონტექსტი უნდა იყოს წინ წამოწეული ამაზე დაფუძნებით უნდა აიგებოდეს დანარჩენი საკითხების რაღაცა ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და შემდგომ გაერთიანება და ასე შემდეგ ერთი ეს ხო რაც თავის მხრივ მესამე თავის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ასე ვთქვათ როგორც ახალი სკოლის მოდელის პროექტის ერთი მისია იყო რომ ეს ყველაფერი მასწავლებლის განწყობაში გადასულიყო ასე ვთქვათ რა მაგრამ ეხლა ის რომ ამ ყველაფერზე ფოკუსის გადატანა რამენაირად უგულებელყოფს იმას რომ მაგალითად ფიზიკის მასწავლებელმა ამ კომპლექსურ დავალებაში ჩაშენებული რომელიმე ექსპერიმენტის განხორციელების დროს ექსპერიმენტის დაგეგმისთვის საჭირო რაღაცა მნიშვნელოვანი ასპექტები უგულებელყოს და ყურადღება არ მიაქციოს ხო ამას ეს არ გულისხმობდა ან
მათ ვერ დაგეთანხმებით. და რატო რატო ვამბობ? ან თვითონ კომპლექსური დავალებაც შეიცავდა ბიუროკრატიულად იმ ელემენტებს, რომელიც პირიქით ავალდებულებდა მასწავლებელს, რომ იქ არსებულ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი რაღაცა კონკრეტული საგნობრივი ცოდნის ესე ვთქვათ, განხილვის დროს და ამ ცოდნის მიწოდების დროს ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული ძალიან იმ დეტალურად გარკვეულ იმაზე, რა ქვია, საგნობრივ შინაარსზე და საგნობრივ სპეციფიკაზე და საგნობრივ კომპეტენციებზე და აი მაგას არეგულირებს რამდენიმე რამე მესამეთობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ერთი მაგას არეგულირებდა შედეგები, რომელიც ჩამოყალიბებულია ყველა სამიზნეცნებების მიმართულებით და მაგ შედეგები უსვამს ხას იმას თუ რა დონეზე და რა სიღრმემდე უნდა ჩახვიდე კონკრეტული საკითხის სწავლების დროს და ეს შედეგები კიდევ უფრო ზოგადია, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ საფეხურეობრივია და ნუ ეხლა ნიშნავს, რომ იმდენად ზოგადი უნდა იყოს, რომ საფეხურის განმავლობაში ყველა კლასის ყველა თემას ერგებოდეს, ასე ვთქვათ, ხო? და უფრო ვიწრო და კონკრეტული რო ყოფილიყო, აი ეგ იყო ის ეგრეთ წოდებული კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები. რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტი და კომპონენტი იყო მაგ ის რა ქვია, მაგ ტიპის დავალებების. და რას გულისხმობდა ახლა ეს შეფასების კრიტერიუმები? ეს იყო მთავარი ცოდნა, რაც უნდა შეფასებულიყო მერე, ასე ვთქვათ, ამიტომ ერქვა ხო შეფასების კრიტერიუმი და რაც უნდა მიეღო მოსწავლეს კომპლექსური დავალებისგან. ანუ როგორ დაახლოებით აი პირობა რო ვთქვათ ახლა ერთ-ერთი რომელიმე დავალების. მაგალითად, ვთქვათ ელექტრომაგნეტიზმს ვასწავლი მე 10 კლასელებს, ახლა მე ფიზიკის მასწავლებელი ვარ და იმისაც რომ დავაინტერესო, მომყავს რაღაცა საინტერესო ისა რა ქვია, მაგალითი, ვთქვათ, იაპონელებმა გააკეთეს ეს მატარებელი მაგნიტურ ლევიტაციაზე, მაგლევი, რომელიც რომიდის მოძრაობს დაბლა ბორბლებით არ ეხება და ნუ შეუძლია განავითაროს 450 კმ/სთ სიჩქარით რაღაცა მართლა არსებობს ეგრე. ხო და მოდი გამოვიკვლიოთ ახლა როგორ ხდება ეს ამხელა მატარებელი საერში აწევა და ფაქტიურად ლევიტაცია. ხო. ამისათვის მოკლედ ვთქვათ, შევქმნათ რაღაცა პრეზენტაცია იმაზე, რა ქვია, მაგლევზე, მოვამზადოთ ან რაღაც კვლევით ნაშრომი, ან რეფერატი მოვამზადოთ, ან მოკლედ რაღაცა პროდუქტი უნდა მოვიგონოთ ახლა, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ამ იმას. მაგლევს შევქმნათ ესე და ეს, ვთქვათ, რეფერატი, რომელშიც ხაზგასმით წარმოვაჩენთ ორი წერტილი და აი მან იწყება საგანი. ის ნაწილი საგანი კი არა, საგანი თავშიცარია, რა თქმა უნდა, მაგრამ საგნის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც თქვენ ბრძანეთ ახლა თქვენ. რომ ესე იგი მან რა უნდა წარმოვაჩინო ხაზგასმით ამ პრეზენტაციის დროს თქვათ, ხო? უნდა წარმოვაჩინო მოკლედ თქვათ ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა რამ განაპირობა და შესაბამისად როგორ ხდება რომ ეს რაღაც ძალებმა აწიეს ეს მატარებელი ჰაერში პირობითად. რაღაცა მოკლედ ის ძალიან ღრმად საგნის კომპონენტი შემოდის ზუსტად მაგ ნაწილში. კომპლექსურ დავალების მაგნაწილში და მაგ შეფასების კრიტერიუმები თან გარდა იმისა, რომ ესეთ უნდა იყოს, რა ქვია, ღრმად საგანს უნდა შეიცავდეს და შინაარსი თავიდან ბოლომდე მანდ უნდა იყოს ჩადებული. უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას. ერთი, ეს შეფასების კრიტერიუმები ისე უნდა ჩამოვაყალიბო, რომ კონკრეტულ სამიზნე ცნებაზე გავიდეს. ანუ რომ ვამბობდით, ეხლა აი კომპლექსური დავალებების ფუნქცია იყო, რომ კონკრეტულ სამიზნე ცნებაზე გასულიყო თქო, ეგ ხერხდებოდა სწორედ მაგ შეფასების კრიტერიუმის საშუალებით. ანუ მე შემიძლია ეხლა დავსვა შეკითხვა, მოკლედ რომელი ძალები აღიძვრება იმ რაღაცა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენის დროს თუ რაღაცის დროს და რა ძალები აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს მაგნიტურ ლევიტაციაში არის მატარებელი დადის და ამ შემთხვევაში გავალ სამიზნე ცნება ძალაზე დაუშვათ. შემიძლია ეს შეკითხვა სხვანაირად დავსვა ახლა. თქვა და ცნება ენერგიაზე გავიდა და ენერგეტიკული კუთხით წავიყვანო სწორედ ეს და ანუ სხვა კუთხით ანუ ორივენაირი შეკითხვა დავსვა და ერთდროულად ორივე ცნებას გავიდა. ანუ მოკლედ ეგ შეფასების კრიტერიუმები იყო ძირითადი საკვანძო ნაწილი მაგ დავალებებში, კომპლექსურ დავალებაში, რომელიც ერთის მხრივ ცდილობდა რომ კონკრეტული საფეხურის ბოლოს არსებულ მიზანთან დაეკავშირებინა ეს დავალება და მეორე მხრივ იმ ცოდნისა და იმ კონკრეტული საგნის შინაარსი რო წამოწეულიყო წინ, მაგას ახერხებდა სწორედ, ასე ვთქვათ რა და
შესაბამისად ორივე კომპონენტი მან დაბალანსებული არის. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო რა. ჩვენ დავალებებში ესე არის ახლა. რა საიდან გამოვიდივარ, როცა ამას ხომარჯობია თვითონ ესე თვითონ ნაბიჯზე და კომპონენტზე აქცენტს გაკეთება. ეხლა თქვენ როგორც აღწერეთ, მაგალითად ეს დავალება. ანუ ბავშვი უნდა წავიდეს და გამოიკვლიოს რა მექანიზმით ფუნქციონირებს ეს რაღაცა მაგლები. ხო? ამისთვის დიდი ალბათობით ის წაიკითხავს რაღაცას ლიტერატურაში, ინტერნეტში ასე შემდეგ. მაგრამ იგივე ცნებებზე გასაყვანად შეგვეძლო სხვა ტიპის დავალება მიგვეცა, მაგალითად არა კვლევითი, არამედ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდზე დაფუძნებული. მაგალითად ვეუბნებით, რომ შენ უნდა შექმნა რაღაც, ხო? აი მაგალითად აქ პრობლემა რომ არის რაღაცა ბორბალი აღარ არსებობს. და ეხლა უნდა მოიფიქრო ახალი გზა იმისთვის რომ საქალაქო ტრანსპორტი ააშენო ბორბლების გარეშე. ხო და ნუ აი ამ პრობლემის გადასაჭრელად მას უწევს რომ რაღაცნაირად მივიდეს ჯერ ამ მაგნიტურ ლევიტაციამდე და მერე შეისწავლოს რაღაცა იმისთვის რომ მე გამოიყენოს თავის პრობლემის გადასაჭრელად. ეხლა მასწავლებელმა არჩევანი რო გააკეთოს ამ ორ სხვადასხვა დავალებას შორის. ესენი თუ არ ესმის ერთის და მეორეს ღირებულება რა არის სასწავლო პროცესში. მაშინ არჩევანს ვერ გააკეთებს. მაშინ უბრალოდ აიღებს შაბლონს, რომელშიც ან ერთი ან მეორე ან ორივე არის და უბრალოდ ვერ იგებს როდის მიხედვით ირჩევს. უბრალოდ შეიძლება მართლა გემოვნებით აირჩიოს მხოლოდ. და არა ცოტის მიხედვით, ხო? და იქნება ჯობდა რომ ჯერ ესეთი რაღაცები გვესწავლებინა, ანუ რეპერტუარი მიგვეცა. ამ ხალხის რეპერტუარი თქვენ ამ ყველაფრის გამოყენება შეიძლება გინდა პროექტულად გააკეთებინა, გინდა ერთ გაკვეთილზე გააკეთებინა, გინდა გაკვეთილზე ხო? ანუ გამოცდილების სწავლება რა, შენ შეგიძლია უთხრა რომ მოდი რა, აგერ არის მაგნიტები და მოდი რა, ითამაშე ამ მაგნიტებით და მითხარი რა თვისებებს ხედავ და მე როგორ შეიძლება ის აღწერო მეცნიერულად. ის რასაც შენ ხედავ. და აი მოდი რა, ვიმშელოთ იმაზე, გავიგებ. სად არის ბუნებაში მსგავსი რამ, რა ტექნოლოგიები, ეს ტექნოლოგია გამოიყენება თუ არა. და აქედან გამომდინარე, ალბათ ჩდება ეს საკითხი ხო, რომ რაღაც ხوار გადავახდით. იმ რთული რაღაცის სწავლების დროს. ანუ მარტივი რაღაცები შეიძლება არც იცი. ეს საერთოდ ბევრ ამას გადავახტით იმიდან მოყოლებული რა ქვია, ძალიან დიდი ხანია. ანუ მოკლედ თქვენი შეკითხვა როგორც მე მივხვდი ეხება იმას რომ მასწავლებლებს სწავლების სხვადასხვა მეთოდები ვაჩვენოთ, გავაცნოთ და მეთოდები სულად იციან. ნუ მოდი ასე ვთქვათ რომ ძალიან ის მეთოდი რომელიც გაერთიანებს სხვადასხვა მეთოდებს. იქნება ჯერ ადრე ის სწავლება. ცნებებს დაფუძნებული პედაგოგიკა მარტივი გასაზრებელი არ არის. ცნებებს დაფუძნებული პედაგოგიკა, ხო, ნუ ზოგადად არ არის ესე რა ქვია, მით უმეტეს რომ სიახლეა მარტივი ვერ იქნება ხო. სიახლე არ ახლა საქართველოში. ამბავზობლებში სიახლეა. კი, არ იცვლება რაღაც იმიდან მოყოლებულ რა ქვია. არისტოტელესთან მოყოლებულ სწავლებად დავდივართ არ იცვლება ხო. არც კონსტრუქტივიზმი არ არის მაინც ისა ხო. მოკლედ გეთახმებით მაგაში რომ ჩვენ საერთოდ მაგის გარდა კიდე ერთი უარესობა რაც არის ალბათ რომ ესე იგი სკოლებში ეხლა ის ცოტა ისეთი სხვანაირი პრობლემაა ალბათ მესამე თაობისეულ სასწავლო გეგმას ნამდვილად შეიძლება არ ეხება მაგრამ სკოლებში მოკლედ სხვადასხვა დროს ძალიან ბევრი ისეთი კადრი დასაქმდა განაცუდია რომ დასაქმდნენ ახლა საერთოდ მე ვამბობ რომ ფიზიკის მასწავლებლის სათლით ზებნა არის გამოცხადებული და ის არის რა ქვია განაშენების პირას ვართ მაგრამ აქტიურად ეს ბევრი სკოლა არის უკვე სადაც ფიზიკის მასწავლებელი ფიზიკურად არ არის და ქიმიის მასწავლებლებს ან ბიოლოგიის მასწავლებლებს უწევს შეთავსებად იმის მაგრამ სკოლებში დასაქმდნენ მასწავლებლები რომლებსაც ამ პედაგოგიკის გამოცდილებასთან ერთად განათლებაც მაგ მიმართულებით არ ქონდათ მიღებული ასე ვთქვათ რაღაცა ლექციები ან რამე გადამზადება ან რაღაცა და ეხლა ერთბაშად არის საჭირო რომ მაგ მიმართულებით გარკვეული ცოდნა შევიძინოთ ასე ვთქვათ ხო ყველას მე მაგალითად 10 წლის დავიწყე მუშაობა სკოლაში და პედაგოგიკა არ მისწავლია არ მოსწავლები ახლა ჩემთვის ფიზიკის ფაკულტეტი რო დავამთავრე ერთი ლექციაც არ მქონია რაღაცა მსგავსი
პედაგოგიკასთან ახლოს მდგომი, ესე ვთქვათ. ეგეთი არაფერი არ მქონია. მერე დავიწყე მუშაობა, არც არავის არ მოუთხოვია, სისტემას არ მოუთხოვია რა. პირდაპირ დავიწყე მუშაობა. ფიზიკის გამოცდა ჩავაბარე, იქაც მარტო ფიზიკა იყო, ნაბედი არაფერი არ იყო, ორი დავალება იყო პედაგოგი მოპედაგოგიკო, ესე ვთქვათ. ანუ როგორ აუხსნიდი ამას მოსწავლეს, ეგეთი ორი დავალება იყო და ეს უფრო ფიზიკის კუთხით იყო წაყვანილი, ვიდრე ანუ იქ არ მჭირდებოდა მე კონსტრუქტივიზმის ცოდნა, რაღაც პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ცოდნა, რაღაცა მსგავსი და მარტო ფიზიკა რო გწოდნა, კარგად დაწერდი მოკლედ იმ დავალებას, ეგეთი დავწერე ეგეთს და აი როდესაც იმან მომთხოვა მე სქემამ რომ პროფესიული ნარების გამოცდა უნდა ჩამებარებინა, მაგ დროს გაჩნდა საჭიროება რომ რაღაცები უნდა მწოდნოდა, ასე ვთქვათ, ხო. ამიტომ ვამბობ რომ ანუ თუ მაგ პრობლემაზე გავამახვილებთ ყურადღებას, აბსოლუტურად რავი, გეთანხმებით და ჭეშმარიტება ალბათ ეგ არის, რომ მაგ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რაღაცა ისეთი დიდი ამოსაქაჩი, რომ სწავლების მეთოდებთან და ზოგადად პედაგოგიკურ პრინციპებთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბროთ სკოლებში ჩვენ კოლეგებთან, როგორ უნდა ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ხოლმე ისე, რომ უკეთესი გაკვეთილები ჩატარდეს, ხო? მაგრამ რაღაცნაირად ამ ყველაფერს უნდა შეეწყოს ხელი კონკრეტული საგნების მიმართულებითაც ალბათ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებაზე, იმიტომ რომ ის საგნები, სადაც გასაუბრება რო ცხადდება ეხლა და ერთი მასწავლებელი ძლივს მოიძებნება, მართლა ნადირობაა. სრული სერიოზულობით ვამბობ, ეხლა ზაფხულში არის ხოლმე გასაუბრებების პერიოდი და ეხლაც არ დადეგებზე ზამთარში, იანვარში რამდენიმე გასაუბრება დაინიშნა, უბრალოდ რამდენიმე ვაკანსია გამოცხადდა ფიზიკის მასწავლებლებზე რა. ხო და ესე იგი მარათონია ჩვეულებრივი, ვინც მოასწრებს იმას, რა ქვია, გასაუბრების გამოცხადებას, ის უფრო მალე აიყვანს გამოთავისუფლებულ კადრს და ეს კადრები ხარ გონიათ რომ სადღაც ისე თავისუფლდება რომ გამოთავისუფლება ეს სკოლა შეიცვალა იმან ეს რო წამოვა მე ისაცხადებს ვაკანსიას და ბოლოს რჩება ძალიან ბევრი რავი ათეულობით სკოლა რომელიც ვერ მოძებნის ვერავის სხვა საგნის მასწავლებლები უნდა დაასაქმოს და ასე შემდეგ და ინგლისური ექსპერტისგან ვიცი ანუ ეს საიდან ვიცი რომ მე ვესწრები ხომ ამ გასაუბრებებს ონლაინ და ინგლისურში ვაკანსია რო გამოცხადდება, ესე საბუთების გადარჩევას ვერ აუდიან სკოლაში. იმდენი ის შედის, რა ქვია. 90 და 80 და რამდენიმე ათეული განცხადება შედის. ხო და აქ ერთეული კი არა, ერთიც ჭირს ხოლმე და ამას თუ არ მივხედეთ და დროულად, რაღაცნაირად დროულად სულ ცოტა ხანში ჩვენ რავი 1-5-10 წელი გავა და ფიზიკის მასწავლებელი შეიძლება სკოლების ნახევარში არ ყავდეს. იმის გათვალისწინებით რომ ფიზიკის ფაკულტეტზეც სტუდენტების რაოდენობას თუ დავაკვირდებით, რამოდენიმე ათეული შეიძლება იყოს თელ ქვეყანაში, შეიძლება 100 მოგროვდეს. ახლა მაგალითად შემდგომ 11-მა დავამთავრეთ კურსი. კურსი მთლიანად. ჯგუფი კი არა კურსი ან თელს ჩემ კურსზე 11 ვიყავით ბოლოს მანამდე 17 დავიდან ალბათ რაღაცა ესე ხო და ძალიან სერიოზული პრობლემაა ამის ხო ახლა დღეს მით უმეტეს ის არის რომ ესე იგი ძალიან ბევრი მე საზღვარგარეთ დაბარებს და ისინიც გვეკარგება ბოლო კითხვა. იმისთვის რომ ეს სასწავლებლმა ან ნებისმიერი სხვა თაობის სასწავლებლმა ეფექტურად დაინერგოს ხოლმე. კიდე რა მექანიზმები იქნება მნიშვნელოვანი რომ იყოს გათვალისწინებული. რამდენიმე რამე არის ალბათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რაც უბრალოდ ერთგვარი საშუალება კი არა, მაგის გარეშე რომ ერთ-ერთი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ვერ გამოვა, ესე ვთქვათ რა. ხო, პირველ რიგში დავიწყოთ რესურსებით. ამ ზოგადად სწავლებას სჭირდება რესურსები. ახლა მაგალითად ფიზიკის ლაბორატორია, რა ვიცი,
მე მგონი 80-იან წლებში იყო ალბათ მასიურად რო სკოლებში შევიდა და იმის მერე ეგრე მასშტაბურად რამდენიმე სკოლა აღიჭურო ალბათ რაღაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, თორემ მოკლედ სკოლებს უმეტესობას ლაბორატორია არ აქვს ახლა ფიზიკის ლაბორატორია სკოლების უმეტესობას არ აქვს და დიდი ხანი იგეგმება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და გაკეთებულიც არის რაღაც ჩამონათვალი შევადგინეთ მასწავლებლის სახლთან თანამშრომლობით შარშან დეკემბერში მე მგონი აღარ მახსოვს დაახლოებით მაგ პერიოდში კიდე ერთხელ შედგა მანამდე კიდე სხვა ჩამონათვალი იყო მე რაღაცები განახლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შეუძლებელია თქვა საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლებოდეს იმით რა ქვია ცარცით და დაფით ან მარკერით და დაფით რა მნიშვნელობა აქვს ახლა გამორიცხული ამბავი ამ ექსპერიმენტის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ ეს ერთი ხო იმიტომ რომ თუ იმ კომპლექსურ დავალებებში გაჯერებული ექსპერიმენტები თუნდაც ან ნებისმიერ სხვა მეთოდით სწავლებაში რომელიც შეიძლება გაითვალისწინოს მომავალში რომელიმე ეროვნულმა სასწავლო გეგმამ ანუ იქნება კომპლექსური დავალება არ იქნება კომპლექსური დავალება საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკის ექსპერიმენტის ჩატარება ყოველთვის იქნება დღის წესრიგში ხო აქედან გამომდინარე ლაბორატორიული აღჭურვილობა საჭირო მაგრამ ეს რატომღაც ძალიან დიდი ხანია მოკლედ ჩვენ სკოლებში პრობლემაა მეორე ალბათ ნუ სახელმძღვანელოების სპეციფიკის და კონცეფციის რაღაცნაირად კარგად გააზრება. რას გულისხმობ ახლა? ანუ როდესაც რაღაცას გეგმა ვთქვათ, აი დღის წესრიგში დგას მეოთხე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა საქართველოში, ხო? ვისთან უნდა დაინერგოს ეს? უნდა დაინერგოს მარტო მასწავლებლებთან, ავტორებთან, პოტენციურ ავტორებთან ხო უნდა დაიგეგმოს, ანუ ავტორთან შეხვედრები, კონსულტაციები, ახლა ეს ყოველთვის გრიფირების წინ ისედაც არის ხოლმე შეხვედრები, რომელიც რაღაცნაირად უზრუნველყოფს იმას, რომ ინფორმაცია მიაწოდოს ავტორს რა უნდა გააკეთონ, რომ დააკმაყოფ ფილდეს ესე თქვა თვის წინ, მაგრამ უნდა ეს გაცილებით ალბათ უფრო ისეთია მასშტაბური სამუშაო ჩასტარებელი, რომ კარგი წიგნები და შესაბამისი ამ ეროვნულ სასწავლო გეგმის შესაბამისი წიგნები მივიღოთ სკოლებში, ხო? მესამე ალბათ პარალელური პროცესი რაც არის კადრების დეფიციტის შევსება. ამის გარეშე გამორიცხულია რა. და ამ კადრებისთვის დიდაქტიკის მინიმალური პრინციპების და რაღაც მინიმალური ინფორმაციის მიწოდება და სწავლება მაინც დიდაქტიკა, რომელიც სასწავლო თეორიებს ეხება, ხო? ეს ყველამ უნდა იცოდეს, გამორიცხული ახლა კლასი არ უნდა შეაღო, თუ შენ არ იცი რაღაცა ელემენტარული პედაგოგიკური მინიმალური პრინციპები მაინც, ესე ვთქვათ, ხო? ანუ რაღაცა მსგავსი რგოლები ერთდროულად უნდა მუშაობდეს და ალბათ მაგ შემთხვევაში შეიძლება გაცილებით უკეთესად იყოს. მაგრამ კადრების დეფიციტი ნომერ პირველია ყველა ჩამოთვლითაგან იქიდან გამომდინარე რომ თუ კადრი არ აქვს სპეციალისტის აგნის ვერაფერს ვერ იზავნა. და ალბათ მე თვითონ სასწავლო იმას უნდა გაითვალისწინოს მაგალითად იგივე კადრების დეფიციტი, რა დატვირთვა აქ თითოეულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო იყო. წარმატებები. მადლობა.